ქობულეთში მოწამლული 18 ბავშვიდან კლინიკაში მკურნალობა 3 განაგზობს. მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. სავარაუდოდ დღეს ყველა მათგან სახლში გაწერენ. მოზარდები ქობულეთის სკოლაში მოიწამნენ. კლინიკაში გადაყვანილ 18-ვე მოსწავლეს ერთი და იმავე სიმპტომები ჰქონდა. 3 მათგანის მდგომარეობა კი მძიმე იყო. ამ დრომდე გაურკვეველია რა გახდა ბავშვების ინტოქსიკაციის მიზეზი. სკოლის ტერიტორია უკვე შეისწავლეს სპეციალისტებმა, მათი დასკვნა რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი. სამი ბავშვის მდგომარეობა იყო საშუალო სიმძიმის, მაგრამ მათი მდგომარეობის გაუმჯობესდა და ისინი იმყოფებიან ექიმების მეთვალყურებისთვის, უტარდებათ შესაბამისი დაკვირვება და მკურნალობა ეხლა ძირითადად დამთავრებულია გუშინ და დღეს ძირითადად მინდორს მეთვალყურება და ბავშვები დღეს გაიწერებიან სახლში. რაც შეეხება გამოწვევ მიზეზებს, იყო რამდენიმე ვარაუდი, მაგრამ ზუსტი ჩამოყალიბება არ არსებობს. შესაბამისი კომპეტენტური ორგანოები იკვლევენ ამ საკითხს.